ეს ვიდეო დაიწყება უცნაურად. სპანაერად წარმომედგინა. მეგონა ბაუნტის რეკლამაში მოვდიოდი, მაგრამ 72 საათი მარტო მივცხოთ. საშინელი კუნძულია, მაგრამ სხვა გზა არ არის. აი ესეთი ლანდშაფტი მაქვს. ერთადერთი ხეები, სადაც შემიძლია გავკიდო, არის ზემოთ. აი ესე მომიწევს ყოველდღე ჩამოსვლა. იგარი მეთევზეები, კაი ადგილიაო და გაგისწორდებაო. Фу, блядь. Фу. საშინელ ფორმაში ვარ. არ ვიცი რამდენად დაიჯერებთ, მაგრამ ნორმალური ხეები მარტო ეს არის. Так. ესეც ჩემი აღჭურვილობა რა. დრონი, ანკესის რაღაცეები, გასაშლელი ძის ელემენტი, მაჩეტე, ჭიქა, აფთიაქი, პატარა გასქურა, იმიტომ რომ ცეცხლის დანთება კატეგორიულად აკრძალულია კუნძულებზე, შტატივი, გამაკი, სპალნიკი, ეს გამაკის რაღაცა, ტანსაცმელები, განათება რაღაცეები, აქ აპარატურა. всё. აი ეს არის და წყალი. გავიგე რომ მარტივი ამოსასვლელი არა, მაგრამ ნუ აი საშინელ ფორმაში ვარ რა. так. ყველაზე ცუდი. ისაა რომ სუახლებია რა ეს გამაკი და ისინი არც ვიცი, არც გამიტესტია. აქვს სიმართლე გითხრათ გამაკი არასო ეს არ დამიკიდია რა. ამზეც საშინელი სიცხეა ხალხო. წყალზე დამენძრევა, მეგონა რომ ბაუნტის რეკლამაში მოვდიოდი. სავსე იქნებოდა აქ ქოქოსები, რა ქოქოსები, ბიჭო. რა ქოქოსები. დარხეული მაქვს. ლიტრა ნახევარი. უგვეთავრომე ხო, ცოტა ისეცხელა. და ისე მწყურია. კაი, 2 წამი ამოვისუნთქებ და გამაკი უნდა გავკიდო რა. როგორც სიტყვიან home sweet home. გამაკი პირველად გავკიდე და ნუ რავი. აიტანს კაცი, დაწვება. ეს არის დამტენი რომ power bank-ები დავტენო, ხელები გადავიჩეხეთ, არა უშავს. power bank-ები რომ დავტენო. იმას იქ დავდებ. კამერის იქ დავკიდე, ანკეს რაღაცეები დავკიდე. შვენიერი გამაკია. Просто მე იდიოტს ეს რო ცოტა აქეთ დამეკიდებინა ტენტი ვაფშე კაი ბიჭი ვიქნებოდი თან სათვალეც არა მაქვს. კაი, მოკლედ. დღეს უკვე ამდენ ბობრიალში და რაღაცეებში ალბათ 1 საათ ნახევარში მზე ჩავა რა. ეხა ცოტა ამოვისუნთქო. დღეს დიდად ალბათ ეს იყო რა, დაბანაკების ამბავი იყო. უბლად, ცხელია. კაი, გამოზოგვით. ხოდა მოკლედ ამბავი ესაა, რომ საჭმელი
თევზის იმედზე ვარ რა. თუ რამეს დავიჭერ, თან აქ კლდეებზე წეს ბევრი მიდიები და რაღაცეები, ანუ მაგამ ბავში, კაი 72 საათი გინდა ვჭამო. ჩემი ეს ღიფუცა შეიძლება პირიქით, კაი, ცოტა დაპატარავდეს, ანუ მაგის პრობლემა არ მაქვს რა. სერიოზულად მე პრობლემებმა ვიცი რა ეხა დღეს ვარ შევჭა ვიცი რომ მაგრა არ გამისტორდება, მაგრამ ნუ კაი არა უშვებს. მე ფასტინგია. მაგრამ აი ეს ძალიან მენერვიულება რა. ბოდიალს დავიწყებ ხვალ. იქნებ ქოქოსი ვნახო. ძალიან ეჭვი მეპარება მე ქოქოსი ვნახო, მაგრამ სიტყვაზე ესეთ ვიდეოებს რო უყურებდი ხოლმე რა, სანამ წამოვიდოდი. ტაილანდში ვარ მეგობრებო, ერთ-ერთი კუნძულია რა. მოკლედ ტიპები არიან რა, ვისაც უყურებ, აი ეს ტიპები არიან, ძალიან მევასებიან. ხო და წყნარად იყავიო, იმიტომ რომ სამწუხაროთო ან საბედნიეროთო, თან სამწუხარო, თან საბედნიეროდო, ის პონტიაო რომ ნაგავთან ერთად გამოაქო ბოთლებიო, წყლისო რა. ზოგშიო ხანდახან წყალი ასხიაო. არ შეგეშინდეს რომ ძველი იქნება, იმიტომ რომ მზე იმაშვებაო რა, მზე ადგებაო და სტერილიზაციას თუ რაღაც საკეთებს. აი ამ კლდეებთან ხვალ დავიწყებ ძებნას რომ თუ კი რამეს ვიპოვი. ნახოთ რა. თუ არა და დღეში 9 ლიტრი. ამ სიცხეში 5-ზე ზოგ უნდა გავზოვო, მაგრამ კაი, დავიღალე ცოტა ხანი ახლა დავისვენებ რა. ყოველ დღეს ეს ზღვაზე ჩაშვება, ამოშვება. რა ტასკა არის. არჩე ერთი ქოქოსის ხე არ დგას, ბიჭო. რეკლამაა ეს ყველაფერი გვატყუებენ ხალხო. ვახჩი. ეს ნავები რომ მოძრაობენ რაღაცა მაინც სადღაც გული გიწყნარდება, სადღაც. ჯერ არ დაბნელებულა. ჯერ არ დაღამებულა. რამებს ხალი არ არის? ან კაი ბურგერის ხე, არა, გაქვთ რამე? თბილისელი გიორგა ვარ. ვიცი შემოგევლო, ვიცი. ასე ღრმად კი მინდა შევიდე, მაგრამ ღამდება უკვე რა, ხვალიდან. დღეს მოვისვენოთ. პირველი დღის წყალია ესა, პიზდეც. ქოქოსის იმედი მქონდა, მაგრამ აშკარად აქ არაფერი საქოქოსი არ არის. დავიჯერო ერთი მაინც არ არის, ბიჭო. აი აწიბნელდება, აქეთ აზრი არ აქვს. დილიდან უნდა დავიწყო ძებნა. ციტრანაერი შეგრძნება მაქვს. ამ სეტკის გამაქში ახავსზე ვარ მე, რაღაც ესეთკა არის. ცოტა მეძინა. ანუ ცოტა წამიყო რა, სადღაც ალბათ 1-2 საათი მეძინა და რო გავაკვიძე უკვე ღამეა. მთელი დღე ხმაურობს. ძალიან ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო ამ ყველაფერს, მაგრამ რაღაცნაირი შეგრძნება არის, მაინც მარტო რო ხარ. აქეთ წყალი, აქეთ ჯუნგლები. კუჭის მაქვს, იჟოგა მაქვს, მაგრად ვშია. არა უნდა გავატაინო ხო და ყავები მაქვს რა, წამოღებული 1-6 ცალი ყავა წამოვიღე. რა იმედი მქონდა, არ ვიცი ეს 6 ცალი ყავა რო ჩავიგდა. მაგრამ ხარ რას ვფიქრობ, იცი ისინია 3 ერთში ყავები რო არის რა. ერთი ჭიქა რო გავიკეთო, რამდენ გრამ წყალს წაიღებს, მაგრამ ხო იგივე სითხეა რა, მნიშვნელობა აქვს, ანუ უბრალოდ ცხელ სითხეს მივიღებ, პლუსი ის არის, რომ დაემატება
3-1-ში რაც ოდნავ შაქარიც დაემატება ენერგიისთვის და რძე თუ რა ჯანდაბაც აი. კარგად წევარ ცხელა უბრალოდ რა და ავდგები ცოტა ხანში ჩემი პატარა გასქურა რომ აქ მაპატი ბლიკებს იკეთებს ვიცი მაგრამ საბა ესე რო ქნა დაკეტავ ბლიკებს დაკეტავ ვითომ ბლიკი ან ტელეფონში უყურებ იმას რა რამდენად ჩანვარ თუ რაღაც პატარა გასქურა მაქვს წამოღებული რადგან გამაფრთხილეს რომ არც ერთ კუნძულზეო საერთოდ აკრძალულიაო ცეცხლის დანთებაო რა სანაპიროებზე და იმეებზეო რა განსაკუთრებით ტყეშიო რა და ეს ნავები და გემები რაც დადიანო იქიდან რომ შენიშნონო ეგრევე გადასცემენ იმას საზღვაო პოლიციასო და ნუ ზარმაზარი ჯარიმები არისო და ნუ საფრთხეა რა რაღაც ეს ხა ზაფხულია აქ ხო ხდები ხმელია ბევრი რაღაც არა ეკიდოს კაი ქვიშაზე რო იყო პლაჟი რო იყოს კიდე და დაშვებული რო იყოს კიდე ხო მაგრამ რადგან დაშვებული არ არის ჩემი პატარა გასქურა მაქვს ტურნეში რაც ქონდა და იმით ცოტა წყალს აჭავასხავ და ყავს გავიკეთებ ეხა პატარა სუფრასავი დავშალოთ ეს ტიპი როგორ მიყვარს პროსტა ეს რო არ მყავდეს ანუ რამდენი ხანია მემსახურება როგორ ერთგულად და ჯიგრად ჯიგრად რა ჯიგრად ჯიგრად So, გაზი გვაქვს. დუღდა აღარა ორთქლო მოიცა. იმაქვს აქა ჩემი გოჩანგალა მაგარ კაცა. რამდენი მწერები არიან ხალხო ვერ აგიღწერთ პროსტა. აუ როგორი სიცხეა იხა იცით ხა იხით. აპატიეთ იმენ დამწვარი ვარ სვეჩი მე ყველანაირად დამწვარი. ეხა არის 12:30 ღამის და просто წარმოუდგენლად ჩახუთული არის ანუ ძალიან ცხელა ეს კაი ავაწყე შტატივზე განათება მივამაგრე 5%-ზე დავაყენე უცებ-ათე თუ რაღაცა ეს თავის ფანარი მაქვს და დედა ნაკაჩი კოღოები ბიჭო პროსტა რამდენი არ ვიცი რა კოღოა თუ რა ჯანდაბ გადაკბენილია ერთსულმა გათენდეს რომ პირველი დღე მაინც ის იყო რა ჩამოვაღწიე რაღაცა მოვედი კარავი ამბავი მეორე დღეა მნიშვნელოვანი რას ვიპოვით რას ვნახავთ და ასე შემდეგ просто მაგარი შეგრძნებაა ზიხარ და ფიქრობ საჯანდაბაში ხარ ანუ რამდენად შორს ხარ სახლიდან და ასწორებს ის კი არ ასწორებს რომ სახრიდან ხარ შორს просто ყველაფრის კონტექსტის გააზრება ასწორებს რა გაჩვდი ჩიტო თორე გაგიკეთე ტრაქში თითიო ხო იცით ვიდეო სასტუმროს ნესკაფე არის ეს. დილით რო ალაგებდნენ ოთახს 2 წელს მიტოვებდნენ. შესაბამისად 6 წელი დამიგროვდა და ჩავიგდე ჩანტაში. აი ამას დავლევ და მივწვევ. გამოვიცინეთ. პირველივე მზის შუქი ამაყვირებს, ხო ვიცი, ღობეზე მიბმული ვირივით ავყვირდები მზე რო დაადგება.
Arșidovisa. Ai, să ce mi spali. მეორე დილა გათენდა ეხლა. საშინელი ღამე იყო, ხალხო, საშინელი, ანუ. ვერ დავიძინე, ჯერ რაღაცა მწერებმა ხო შემჭამეს, ყველგან მიკეთია ეს დედანაკაჩი, არა შემჭამეს მწერებმა. მერე რაღაცები ფაჩუნობდნენ. დავიდი, მერე შემცივდა, მაგრად სპალნიკი გავხსენი. სპალნიკში მეძინა, მაგრამ მციოდა რა. აი, ამ ზედამადგა და აუბრალდი. გეგმა ესეთია. დავეშვა ქვემოთ და პირველი სანაპირო ვნახო რა შეიძლება სანაპიროზე რომ ვნახო. თან სათევზაო ინვენტარი წავიღო და წავითევზაო. იქნებ წყალიც ვიშოვო რა გამორიყული. მერე ქვემოთ რომ მოვაყომარებ რაღაცებს თან დავათვალიერო. ამოვიდეთ და ცოტა ღრმად შევიდეთ ტყეში, იქნებ ქოქოსი იყოს. ეს ტიგეგმა. მოკლედ ესეთი გამოწვევა მივიღე. იცით Tasty Fog-ი ჩემი მეგობარი კომპანია და ამ ტურნეშიც რა თქმა უნდა კუნძულის თუ რა ჯანდაბაც ქვია ამ კონტენტში ჩემთან იყვნენ, მაგრამ საზღვარზე წამართვეს გადამიყარეს ყველაფერი, ანუ აი რაც კი რასაც კი ნაპასის დარტყმა შეიძლება მოხერხდეს, ყველაფერი გადამიგდეს. მაგრამ საბედნიეროდ წამოვიღე ეს სნუსები რა. და Tasty Fog-მა მოდიო დააჩელენჯეო. 72 საათიო რანაირად გაკაჩაო საერთოთო ნაპასის გარეშეო, ანუ ქალაქში რო ვიყავი რამდენიმე ღერ სიგარეტს კიდე მაინც ამოვარტყი რა ნაპასს, სულ არ გავგიჟებულიყავი, მაგრამ აქ გადავწყვიტე რომ 72 საათი აი ამ 77-ის სნუსებით გავატარო. ეს არის პროდუქტი, რომელიც Tasty Fog-ს აქვს ობიექტებზე. ნიკოტინის ბალიშები, რომელიც რაღაცა მილიგრამობით არის, სუსტიდან იწყებ და ძლიერ ზიადი ხარ, თითო ბალიში მოქმედებს 30 წუთი. გამოწვევა მიღებულია ჩემო Tasty Fog. დანკაი რამეა რა თვითფრინავში დამეხმარა, იმიტომ რომ გაიჯიბავ და მე შეიძლება ამოიღო აქ კიდე სექცია აქ და იმაში ჩადებ რა. შეხარ ჩემი ბატონი, გაიღე ახლა, აი ესეთი კოხტობები არის. 3 დღის მანძილზე უნდა ვიყო ამაზე. ბიჭო, ვის იწვევთ? თქვენ რაზე ხარდოებში ვის იწვევთ? გიორგაზა? გავიღრძილოთ. კუნძულზე თუ მივიღებდი მართლა არ მეგონა, მაგრამ აი მგზავრობისას თვითფრინავში და ადგილებში სადაც მოწევა არ შეიძლება და ძალიან ვერ ითმენდა რაღაცა იდეალურია რა. ეს ახლა მე მგონი ყველაზე დაბალი მილიგრამობით არის და ძალიან საკაიფო იყო თვითფრინავში კიდე ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, გაასწორა. მიღებულია გამოწვევა, გუშინ არც გამხსენებია ვაფშე მოწევა პირველ დღეს, მაგრამ დღეს დავიწყოთ დილა ამით. ხარ ჩემი ბატონი, თქვენც თუ გსურთ ეს პროდუქტი, Tasty Fog-ი აღწერაში რა თქმა უნდა არის, გარდა ვეიპებისა, ეს კოხტა კაციც არის. Ade kijori, ade. Ai ჩემი გამაკი. და აი ეს გზამა ყოველდღე წყალთან ჩასასვლელი. აი ჩასვლას ვინ ჩივის. შენ ამოსვლა თქვით. აქ ეს არის ტემუდან გამოწერილი პატარა ანკესი. არც გამიტესტია იდეაში.
ეს ჯოხები სათოკეები რო უნდა გავაკეთო. აქ რა ამოვა უკანზე. წყალიკია კამკამა. იდეაში აქაც სუფთა წყალია. ესე ხა ბობრიალს რავი ჯერჯერობით აზრი არა აქვს რა. ანკესი გავშალე პატარა. უნდა ვცადო აი ამაზე რა ეს ვიყიდე. აქაურ ნაპირის თევზზე კარგად მოდისო რა. ეს და სათოკეები უნდა ავაწყო. სათოკეს სქელი ლესკა ვიყიდე, მძიმე ტყვიები ვიყიდე. და უნდა ვცადო. აი ეს არის კალმარის. კალმარის ტიპია აი ეს. და უნდა ვცადო კიდე ერთი იყო რაღაც. აი ეს ტიპიც უნდა ვცადო. ეს ამაზეც კარგად მუშაობს. თაკ, ერთი სათოკე მზად არის. ეხა გვინდა მეორე სათოკე. აქ ჩრდილი როა როგორ ასწორებს? ვერც კი აგიხწერთ რამდენად სასიამოვნოა. ესე იგი ამ სათოკეზე ავაწყე აი ეს რა. ამაზე წესით თევზი ძალიან კარგად მოდისო, რავი, დაიგინა იმან და კაი, ეს ავაწყეთ. შეხარჩევე ბატონი. ამაზე ავაწყე აი ეს პატარა რაც განახეთ იასამნისფერი და ეხა აი ამ სათოკეზე მინდა ავაწყო აი ეს. აიცი რა ხდება, ვაი და გამავკრათ ხელი. ყველა კაუჭი გამომედო ვაფშე. так, ეს გადაგდებულია სკვიდის. ანუ ეს კუნძული მეგობრებო უკაცრიელი არ არის რა. ანუ ერთხარ ეს რაღაცა პატარა დასახლებები არის და აი აქეთ ახარ ეს ვაფშე კაცი შვილი არ არის. ესე ნავები გადი გამოდიან რა. ანუ ის პონტი არაა რომ სრულიად მარტო ვარ და აი პონტი არაა რომ დავაწვე სადღაც გადავფოფხდები იარო ალბათ ვიღაცას მივაგნებ რა. აი იქით ნავი გაჩერდა იქით ცოტა ხნის წინ. ყოფა რაღაცა ტოჩკაა სათევზაო. ერთი სიტყვით რა. რო იცოდეთ. ანუ იმას არ ვაკეთებ რომ წყნარ ოკეანეში სიამოვნებით მოხვდებოდი ეგეთ კუნძულზეც, მაგრამ ჯერ ამითი დავიწყოთ. ვეძებდი ეგეც, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვნახე რა, ანუ ისეთი რომ ფასში და რაღაცეებში ყოფილიყავი, ვერ. ჯერ ტაილანდით დავიწყოთ. ეხა გვინდა მეორე. და მერე დავდგეთ ანკესით და ეგ იქნება. ესე იგი ეს თუ აქაა ცოტა იქით უნდა გავიქნიო ეს. მე ანკეს არ დავად გაფეხია ურა ბასრია ეს დედა ძაღლი ეს. უბასრესი კლდეებია. ეს სათოკეც გადაგდებულია. რომ მომეჭიმა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არა უშვებს. ჩავიდეთ ეხა ანკესით ვსადოთ. მოდი აქ. ვიი, გემრიელი წყალი ხარ შენა. აჰაჰაჰა. ცოტა ვერ ხვდები. ფეხზე ჩაცმა ხო არ ჯობია. ფეხზე ჩაცმა ჯობია აშკარად რომ ტვინი არ დავასხ. აუ ეს უფრო ცურავს მე მგონი ამის დედავატი. ნუ ფეხი მაინც არ ტკივარა. აბა პატარა ჩათლახი ანკესო. პატარა ჩათლახო ანკესო. კენი რა რამე. რაც ხა კენი რა. არის ამ ყველაფერში რაღაც რომანტიული. არჩე პატარა თევზები მაინც რომ დავიჭირო ერთი 10 ცალი იმ ტაფაზე რომ მოვხრაკო ძალიან საკაიფო იქნება. აი ძალიან. არჩე ხა ამებს ვწდი ამ რაღაცეების დათრევას ხო და
1-2-3 საათი ვითევზავებ. თუ არა და სათვალეები მაქვს წყლის წამოღებული, ჩავყვინთავ იქნებ რამე მიდიები ან რაღაცეები ვნახო რა. ცოტა მზე გადავიდეს, ანუ იმ ტყეში ესეთ მზეში მოძრაობა არ მინდა, იმიტომ რომ ძალიან გაოფლიანდები და ბევრ ენერგიას დავკარგავ რა და მირჩევნია ჯერ აი აქ მოვილიო ეს ამბავი. ბიჭო, ეგ ზღარბები რო არის. ეგ ზღარბები ხო იჭმევა. შიგნით რაღაცა ჟვლინტივით არის და ეგ იჭმევა, მაგრამ ვფიქრობ რითი ავიღო ისე რომ ხელები არ დავიჩხვლიტო ისედაც რას მიგავს. მოიცა. თუ ვინმე კითხულობთ, რა პირში რას დაეთრევით, ცოტა ღრმად შედიო. თუ შეიმაყურებელი ხარ, ძველი, იცი რომ მე მაქვს ხარი ამოვარდნილი. თუ ვინმეა გარშემო, ვისაც ვენდობი, რომ ცურვა იცის, მაგ მომენტში ღრმად შევდივარ ხოლმე, მაგრამ ისე არ ვისკავ რა. აი მაქსიმუმ ოდნავ რომ ფარავდეს, რომ თუ რაღაცაა, როგორმე თუ გამოვარდა, თორე დაბრედილი ვარ. ამიტომაც აი ხა ახლო არეალში მიწევს ამ ყველაფრის ძებნა. ეს ისე. ფუსი არა ვარ, გეიგე. ამოვედი და ვფიქრობ რა რომ ზუსტად ვიცი რომ მაგათი იკრა იჭმევა. მაგრამ ვიცი რომ ეს შიპები რაც აქვს ძალიან მალე იმტვრევა და თუ შეგერჭო რა, ანუ ხელი თუ მოკიდე ან რაღაცა გასაჭრელი ხარ რა, ანუ თან ისეთ ვირუსების მატარებელი და რაღაცა სტრანი ტიპები არიან. თუ ვიცი რომ გემრიელია. მაგებს იჭერენ სპეციალური იმითი, რა ქვია, სქელი ხელთათმანები არ რკინის სეტკის რა და ავიფიქრეთ, ჩვეულებრივი ხელით გავრისკოს, შემერჭოს, ჩატთან ეგრევე ტყდება. თითი იმენა. კანინა. ერთი კვერცხიდი ამომივიდა. ძელი ბამბუკის ჯოხი ვიპოვე. იქნებ ჯოხით ამოვიყვანო. გამოყვანით კი ამოვიყვანე, რანაერია შეხედე. გამოყვანით კი ამოვიყვანე. არა. კაი რთული ამოსაყვანი იყო რაღა დაგიმალოთ და ზომა არის აი ესეთი შეხედე. კაი დიდია რა. მოდი გავუშვათ რა. რაღაცნაირად მოძრაობს ბიჭო საწყლად. თან რა უნდა იყოს, რა ხორცი ამას უნდა კონდეს, ეხლა ერთი 20 წელი დამჭირდება რა. იზვინი ბრატ, იზვინი. მაგრამ ყველა შეგაწვა. ვერაფერი რა, ამ ზღარბის გარდა და ამ ზღარბის შემჭველი არ ვარ რა, ერთი 20 წელი უნდა ვჭამო, ანუ ერთი პატარა თევზი უფრო მეტ კალორიას მოგცემს იდეაში ვიდრე ეგ და რატომ უნდა დაბრიდო, ამდენი ვერ ხვდები, ცოდოა რა. ნაირ თვალები აქვს, იცი ლაივში პირველად ვნახე. შიპებს ორის ესეთი თვალი გიყურებს. კაი, ავბობღდები ახლა ზემოთ, ესენიც დასამუშავებელი მაქვს ჭრილობები და თან მაგრამ წყურია, ცოტას წყალს დავლევ და გავუყვები ერთი ტყეში, იქნებ რამე ვიპოვოთ რა. ესაა დარჩენილი. მე გავარვარებულია.
აუ, ვერა ჩაია და ნაკაჩი. სამი ყლუპი. წავედით რამე მოვძებნოთ ახლა. ვისი ჭამა შეიძლება იქნებ რაღაცა მაინც იყოს. რამე ხილის ხე როგორ არ არის ბიჭო გადავირევი რაღაცა ხილი მაინც რა დალოცვილი საქართველო ყოველ ნაბიჯზე რაღაცა საჭმელი არის აუტანელი სიცხე აი ამისი მეშინოდა რომ მეთქი ძალიან დიდი დრო დაიკარგება და ენერგია ამ ამბავში რაღაცა უნდა მოვძებნო. აი აუყვეთ დღეს. ეს რა ჯანდაბა. კოკოსია. ეს რა არის? არ ვიცი რამდენად ხედავთ რაღაცა არის მაგრამ ბიჭო აი ეს ტიპია მაგრამ ვერ გავიგე რა არის რა ნუ შიგნით რაღაცა თხილები აქვს არ ვიცი არც კი მსმენია რომ დაახლოებითი დასკვნა გავაკეთო იმას გავს კასტანეთს გავს დიდი სამი წამოვიღე ეს მაჩეტე თუ რაც არის უკარია რაღაცა არის მეთქი ამით იყო ქოქოსები კარგად გატყდება მაქსიმუმ გზა გავიკვალო ნერვები რატომ ეშლება იცი ის მეთევზე ვისაც ველაპარაკებოდი მომენტ არ მოუტყუები ვარ ამიხსნა რომ კუნძულებზეო ძალიან ბევრზეო რა პონტი ისაო რომ ახში პონტი ისაო რომ ჯარისკაცებით განანო ღამის დარჩენა არ შეიძლება სულ რამდენიმე კუნძული ვიციო სადაც შემიძლია წაგიყვანო სადაც ღამე შეგიძლია დარჩეო თითქმის უკაცრიელიაო რა მე აღარ დამიკონკრეტებია იცით რა კოკოზები ბაუნტები არის მანდ ეგეთ რაცები აღარ მიკითხავს რა რეალურად ხო და ერთ-ერთი რაც მითხრა თევზაობა შეგიძლიაო ბევრგან არ შეგიძლია მაგრამ ცეცხლი არ დაანთო არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნავებმა რო დაინახონო ეგრევე გადასცემენო სამხედროებს. ანუ იმ ეთევზეზე ვბრაზობდი, მაგრამ რეალურად არჩევანი ეგეთი იყო რა. სამწუხარო. მაგრამ ერთით მუღამს უმატებს, რომ უფრო თვით გადარჩენის ვიდეოა, იმიტომ რომ სითხე მიმთავრდება, რა უცნაური ხეა, ბიჭო. ამას შეხედეთ. რანაირი ფორმის ხე არის. ახლა რანაირადაა. რა უცნაურია. შეზრდილ, ჩაზრდილ, გაღუნული გეგონება. თავიდან ბოძი მეგონა. არა. ან კაქტუსებმა ხო ტვინი მოტყნეს, ბიჭო, არ მინდა ეს კაქტუსები. და ჩადის შეიძლება რაღაცა ცხოვრობდეს. მოდი ნუ შევაწუხებთ. ძალიან ცუდი აზრი იყო რა. დაახლოებით
აუ რავი 1-3 საათამდე ვიარე და რაც იჭმევა ვერაფერი ვერ ვნახე ანუ აუ და იჟო გამაქ ისემშია ამას რა უყვა ამას დღეს ჩავცრე მერთო რაც ხელია ნუ ყველაზე ცუდ შემთხვევაში ხვალ მესამე დღეა და ვიქნები საჭმლის და წყლის გარეშე რა ცოტას დავისვენებ და ისევ სათევზაო ჩავა ემსკავს გამოუცვლი აი ცქვიდის რაღაცა რო არის მაგას ვეცდები რავი ანუ ორს ერთად გავუკეთებ არ ვიცი აუ ენა თავი მისკდება რაღაცნაირი ისა მაქვს რა სისუსტე თუ ვერ გავიგე თან იჟოგა თან თავი მისკდება ნახეთ მეგობრებო მიქცევა იყო ანუ წყალმა დაიწია დილით აქ ხო 5 წყალი იყო ხო და ვაი და კიბორჩხალა ან მიდია იყოს ცოტა ხანი ეხა უნდა მოვძებნო სულ ცოტა ხანი ვეძებოთ იქნებ გაგვიმართლოს კიბორჩხალა რა ხარ ეს რეები ვინა ხარ ეს სათევზაოც რო გამოდგება ეგეთი ხამსები არის იდეაში არა კიბორჩხალის მაგვარი არაფერია აი ამ პატარა რაკუშკებში მაგრამ როგორ გინდა გამოვაძვრინო ეხა წესით არიან ტიპები რომელზეც აი ეს ტიპი აი ეს ტიპი შეიძლება ამითი ვითევზაო რა ეს თუ გამოვაძვრინე ამაზე მოდის წესით კარგად რაღაცა ეგეთი სათევზაო ტიპები მჭირდება რა ამ ხელოვნური მასე არ მოდის აუ აი რამ ხელა კიბორჩხალა შეძრა აი ეხა მაგის გამოყვანა როგორ გინდა აქ ვერ ჩავძვრებ ვერანაირად ანუ ხედავთ ხო მთელი ნაპირი არის ესეთი ვიღაცა ცხოვრობს ჩემნაირად მე მგონი აქ ვიღაცა ცხოვრობს ჩემნაირად ან არა ან ადრე ცხოვრობდა აი ხედავთ როგორ გამოძვრა თავისიანს ეძახი შედი შიგნით აი დავბრინდები უკან დავბრუნდები ამებს გავტეხავ და ამ ტიპებს წამოვაცმევ შეიძლება ამაზე მოვიდეს რა რამე მაინც და კიდე ერთი რაღაცა უცნაური არსება იყო არ ვიცი რა მივიდეთ და მაგასაც ვნახავ ეს ტიპი არის რა აი ეს ვინჯანდაბა არის მოიცა უნდა მოვჩიჩქნო აბა ოქშენი და დავატვი აუ რა მიწებებულია აი ეს ვინ არის? რაღაცა მიდიას გავს. არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ესეც ვცადოთ. აუ, დაიკეტა, ბიჭო. რა ჯანზია? ამოდი. მაპატიე bro, მაპატიე ეს აშკარად ნაწლავები. აი ეს ხორცი კი მჭირდება. ეს არ მჭირდება. არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ მადლობა და ბოდიში. ამას მინდა დამატებით ჩამოვაცვა რა.
როგორ მწყურია ბიჭო. წესით ლამაზი მზის ჩასვლა იქნება. აი მე ოფლი გამდის წყურია. ისე ანუ ეხა ავალ და ის ბოთლით ჩაიცლება რა. ოპა, ეგრევე ჩაყვინთა. კარგი ხარ, მიდი. დავაი, ერთიც გოხდა, ერთიც. ეგრე შენი დედაშ არის რამე? არის? არ არის, მაგრამ კაი ადგილია, გადასაგდებათ, ეგ უკვე კარგს ნიშნავს. კარგ ადგილს მივაგენი. თევზი ბინადრობს. სხვაში რა თევზი გაგვირდება. დავაი. ჩაითრიეთ, რამე დაითრიეთ, ჩემი და ამწონეთ მაინც, ბიჭო. თემ რაღაცა ჯავშნოსანზე თუ მოვიდა, ესე იგი ჯავშნოსნებს დედას უტირებ დაუვლი აქ. მიდი, დელეგატესია, ბიჭო, თევზო, ეგ ხო აქ არის, კლდეზეა, შენ ვერი ჩალიჩებ. უნდა მიხვიდე გამოჩიჩქნო, მე ვქენი შენ მაგივრად, ეხა მეცი პატივი. ორა, კაი სიგრილე წამოიღო, ბიჭო, როგორ ასწორებს. ბიჭო, ხომ შია და ხომ წყურია და ხო თავი მტკივა და ყველაფერი, მაგრამ მაინც ისეთი თვითკმაყოფილების შეგრძნება მაქვს, მეგობრებო, ვერ აგიხწერთ, ანუ რაღაცნაირი სიამაყისტირე თვითკმაყოფილების შეგრძნებაა, რომ თითქოს ბევრი არ არის 72 საათი, მაგრამ მაინც რა, ერთგვარი თავის გამოცდა არის, პირველად ვარ ესეთ პირობებში. და ეს იყოს პროგრამა მინიმუმი, აწი უფრო რთული და რთული იქნება. თხოვნა მექნება რა. გამოიწერეთ არ ხშირად, მე მგონი თითქმის არ ვითხოვ ხოლმე, ანუ რავი. 5 წლიან ისტორიაში არხის ციდზე ჩამოსათველად შემიძლია თქვა, რომ აი მithხოვია. ეხა ის შემთხვევაა. ნახევარზე მეც არხი არაა გამოწერილი, სტატისტიკა მაჩვენებს. თქვენთვის ერთი ღილაკის დაჭერა არის, ჩემთვის კიდე мотивация კი არ არის და რაღაცა რა, ამას რო ვიძახიან ხოლმე იუთუბერებს ცოტა ვიხდი, мотивация კი არა. უბრალოდ ნახვები იზრდება, გამომწერები იზრდება, ამით მეტი სპონსორი ინტერესდება და მეტი სპონსორი, მეტი საშუალებაა, რომ რაღაცა მსგავსი კონტენტი აკეთო. მარტო ამიტომ. თუ არ შეწუხდებით. ზარის ღილაკიც იქვე არის ყველაფერი. Subscribe ზარის ღილაკი, რომ ახალი კონტენტი არ გამოგჩეთ. შორი დაგელაპარაკებით, მაგრამ მადლობა წინასწარ, მადლობა. უიმე დედა. არა. ამ სილამაზის ფონზე არ შემიძლია არ ვახსენო ლაგი, ჩემი მეგობარი კომპანია უკვე 3 წელია, ვირტუალური სიმი, სადაც შეგიძლია ვირტუალურ სიმზე ულიმიტოდ განახორციელო ზარები და SMS-ები საქართველოს ნებისმიერ პროვაიდერთან სულ რაღაც 12 ლარად და ასევე რა თქმა უნდა ინტერნეტი. დაამთავრდა ის ამბავი, ჩავფრინდი სიმი ვიყიდე, ვიწვალე რაღაცეები არა. გლობალური პაკეტები, ლოკალური პაკეტები, ფანტასტიკური ტარიფები და უმაღლესი ხარისხის ინტერნეტი. უმაღლესი ხარისხის, ასე რომ თუ მოგზაურობას გეგმავ ჩემო მეგობარო, მნიშვნელობა არ აქვს ესე სადღაც მიკარგულ ტაილანდის კუნძულზე, მთებში არ აქვს მნიშვნელობა. ინტერნეტი საჭირო კაცია. ხო და აღწერაში ლინკი არის. ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანია, ვისთანაც კი მქონია ამდენი წლის მანძილზე შეხება. მადლობა ლაგი, რომ ჩემთან ერთად ხართ. აი ესეთ ადგილებშიც კი. როგორც ვატყობ, არც მზის ჩასვლა იქნება ლამაზი, იმიტომ რომ ღრუბლებია ჰორიზონტზე. და დღესაც შეერი დავრჩი. ამე ჩამოვედი წყალში, მაინც ვეძებ რაღაცებს, იქნებ აქეთ ხარეს რაღაცა ოდნავ ქვიშასავით არის და იქნებ რამე მაინც ვნახო. ან რაღაცა რაკუშკა, არ ვიცი, რამე რაც იჭმევა, გადავირიე. ბიჭო, ვარსკვლავი ვიპოვე.
მაგრამ სულ ეკლები აქ ტიპს, ანუ რა ვიცი. და სულ რაღაცებს ამოძრავებს და არანაირი სურვილი არ მაქვს ეკლების ჭამის. წადი ვიძია, წადი. თან ნელ-ნელა მოქცევა იწყება და წყალი დიდდება. არა ბიჭო რაღაცა ამას შეხედეთ, ამას. აი ხა ეს როგორ უნდა ვჭამო ბიჭო. აი ამან რა უნდა მაჭამოს ეხა ამანჯ. ცოტა დიდი ერთ 3 მაქხელა უკვე იჭმევა ნორმალურად რა. კაროჩე ამაზე დიდი ვერ ვნახე რა და ამის ჭამასაც არანაირი აზრი არ აქვს. რა კაფებს უშვებს, რავი, დამცავი მექანიზმი აქვს ეთყო. ამის პირველის ნახევარია. რანაირად ითმენენ ამ ფასტინგებს თუ რაღაც ჯანდაბას ბიჭო. თილით ხოძზე ვიყავი შუადღიდან რო დამეწყო ისევ. რა ამისა დავიბრიდო რა. წყალსაც ცოცხალით მე მგონი წყლის ბრალი უფრო არის რა ვიზოგავ წყალს და ეს არის რა ღამე უეჭველი დაუცლი ამას. როგორ უყურებ ისი მგონია რომ ეს არის წმინდა გრაალი არის და კონტენტი რომელიც უნდა ყოფილიყო ბაუნტის რეკლამის ვიდზე გადაიქცა რაც რაღაც პონჩი მომწონს საკუთარი თავის ჩელენჯად 72 საათი მარტოობაში კუნძულზე გარშემო რაღაცეების ცოცვაში მშიერი და დღეში 9 ლიტრ წყალზე კიდე კაი ბიჭო არ ვიკაცე და ეს წყალიც იმაზე არ გაუშვიო ეთქი ბანენ წყალიც ხო არა უეჭველი ქოქოსები კიდე კაი ბიჭო სადღაც ვიფიქრე მე თქვი ვაიდე იმდენი ქოქოსი არ იყოს მე თქვი რა ან ვერ ჩამოვაგდო რაღაცა რა ეგდოს მე თქვი 9 ლიტრი სულ არაფერს კიდე კაი ჩავძაღდებოდი აუ ესენი დამისივდა დაჩეხილი ყველაფერი ვერ დავიმუშავეთყობა კარგად არა უშავს ნახეთ ხო იქით მონაკვეთი არის რა შესასვლელი შევედი მე ვთქვი იქნებ რამე ვნახო თქო ბიჭო პატარა კიბორჩხალები იყო ძალიან აი რაღაცა ხო ნახეთ რამ ხელაც რა და მაგას აზრი არა აქვს ანუ აი ვერაფერს ხორცის მაგვარს ვერ ნახ პროსტა უნდა უაზროთ მოკლა რა სულ 1.50 წელი დამეჭირა არაფერი არ იქნებოდა შიგნით მაგარი მობიერი ეპიზოდია ხო ეს იყო ზღვის ღარბი იყო და ვერ თვალებში ისე შემხედა ვერ ეს კიბორჩხალები ნუ აზრი არა კიბორჩხალებს და ვარსკვლავი ვნახე არ ვიცი რამდენად კარგად ჩანდა ზღვის ვარსკვლავი ყველაფერს კბილები რატო აქვს და ყველაფერს ეკლები რატო აქვს ანუ რა ჯანდაბა ეს უსიგარეტობაა თეისტი ფოგი ვენა რას მერჩით რას ეს 1.4 წალის ნულსი გავიღრძილე რთული მაგრამ მაგრად ასწორებს ძალიან მინდა ამ კონტენტის კეთება რა მსგავსი კონტენტის კეთება უბრალოდ რას მივხვდი იცი რომ კატასტროფულ ფორმაში ვარ ფიზიკურად წონა დიდი მუხლები დასუსტებული ანუ ჩამოვალ თუ არა ძალიან მკაცრად უნდა მივხედო ჩემ თავს რა ეს იქნება კვების რაციონი ექიმებთან მისვლა და იმიტომ რომ სამომავლოდ ძალიან მინდა ჰაიკინგის კონტენტის დაწყება რა მთებში კარვებით და ტყეებში და ასე შემდეგ რა ესეთი ვაიბი ოღონდ სხვადასხვა ქვეყნებში რა და ძალიან ჩაფიქრებული მაქვს იტალიაში დოლომიტის მთები ქვია ხო თუ სწორად მახსოვს რა იქაური კავკასიონი ერთი სიტყვით იქ არის საოცარი ადგილები სადაც რაღაცა ზღვის დონიდან 2-3000 მეტრზე არის კაბინკები რა ღამის გასათენებელი ისტორიული რა 100 წლის რა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ასე შემდეგ ყველაფერი რატო ფაჩუნობს ხო და იქ ასასვლელად ანუ ძალიან კარგ კონდიციაში უნდა ვიყო რა ამიტომ ნელ-ნელა უნდა მივხედო მეგობრებო გთხოვთ რომ ლაიქი არ დაიშუროთ კომენტარი არ დაიშუროთ და არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოში ბევრი თხოვნები იქნება
რაღაცა დაცოცავს ან დადის ძალიან დიდი. მსგავსი კონტენტისა ესეთი ლაიქები და რაღაცეები ძალიან წამეხმარება სპონსორებთან კომუნიკაციაში რა. რომ სამომავლოდ ეს კონტენტი ვაკეთო, დავხვეწო, მეც უკეთეს ფორმაში მოვიდე, ხო ხვდებით რომ პირველი არის რა, ანუ რეალურად ესეთი გამოსვლა არის პირველი, საბედნიეროდ დიდი გამოცდილება მაქვს მე და შოთიას ჩემს რაღაცა საქართველოს ტყეებში და რა მარტოც დარჩენები და რაღაცა მთელი ცხოვრება ეგ გამოცდილება მქონდა. რაღაც პონჩი აქ გამომადგა ეხა რა, ანუ მინიმუმ რაღაც ამბავში წყნარად ვარ, ელემენტარული რაღაცეები მაინც ვიცი, ელემენტარული, არაფერი განსხვავებული. მაგრამ ძალიან მინდა ამ კონტენტის კეთება. ეს არ არის უბრალოდ სამოგზაურო კონტენტი არ არის რა, ანუ მე მაგ ნიშაში ვერ ვიჭრები, ოქროები არიან, ვინც უბერავენ, საკაიფოდ უბერავენ. მე აი ესეთი უფრო რაღაცა survival challenge-ების ვის მინდა რა, დავიწყო და ძალიან დამეხმარებით. და პროცენტულად რა 50%-ზე მეც არხი გამოწერილი არ აქვს მაყურებელს და guys please ეს რა მაგარ კაცა გამაკია იცით ხალხო ეს არის საოცარი გამაკი ანუ ძალიან გამისწორდა რა ტეხავს რომ კუნძულზე ორი ხევნახე ესეთი გვერდი რო ყოფილიყო მაგრამ რაღაც პონჩი ძალიან კაი ტიპია მსუბუქად პატარა ორი ცალი ჩანთაა რა და ერთი შეგიძლია დატოვო ტენტი მაგრამ რო გაწვიმდეს ბევრად უფრო მარტივი სატარებელია ვიდრე სიტყვაზე კარავი. ნუ პირობებს გააჩნია რა, თორე კარვების მეტიც რა მაქვს. აქ აი რატომღაც კიდე კაი კარავი არ წამოვიღებ. ფიზიკურად ვერსად ვერ გავშლიდი აქ კარავს, აი ფიზიკურად. მოკლედ აი ესეთი ამბავია რა. გესმით ბიჭო? თუ მარტო მე მესმის. короче რაღაცეები მენა მოძრაობს რა ეს აქ არის კისერზე მკიდია მაჩეტეც იქ არის და შეეხა მართლა თუ მიწერია გამბავი არის თუ გამიყრიან ხვალ მესამე დღე თენდება ხვალინდელ დღესაც გადავაგორებთ ხამე დავრჩებით და ზეგ უნდა მომაკითხონ სადღაც საღამოსკენ რა აი რა დროსაც მომიყვანეს იმ დროს რომ წამიყვანონ სადღაც 4-5 საათი თუ ესე იყო არ მახსოვს რა ეხა მივხვდი რომ მარტო რა იმიტომ არ გძნობ თავს მიუხედავად იმისა რომ ძალიანაც მარტო ვარ მაგრამ მარტო იმიტომ არ გძნობ თავს რომ აი ეს კომუნიკაცია გაქაჩვინებს რა ანუ ამ ვიდეოს გარდა კიდე დაიდება ტაილანდის ვლოგი რა ეს ხო რა ცალკე კონტენტია რომელსაც ეხა ვიწყებ და ამ ვიდეოს გარდა კიდე საკაიფო ვიდეო გელოდებათ ანის დავდე უკვე და იცით ტყუილად ვლაპარაკობ და ეს ცოტა გვიან დაიდო ან თუ არ დადებულა ესე იგი მერე ის დაიდება რა ცოტა ხანი ესე ვიქანჩალავებ და დავიძინებ ძილინებისა ჩემო ოქროებო მანდ საქართველოში თუ სადაც ხართ როგორც ახართ ტკბილი ძილი თქვენ დაველოდოთ მესამე დივას მშვიდობისა მესამე დღეც გათენდა ფაფუწყალე ამედავლიე ვერავარ კარგად აუ რა დასაბანი ვარ ჩემი რა დასაბანი ალბათ ჩავალ სათევზაოდ რა ვიცი იქნებ რამე იმას ქნა რა ხუშა
აი სად გადავრჩი. აი სად გადავრჩი. ორა საშილად სურავს ბიჭო. ახ. მეცდები იქნებ რამე ვნახო რა. ან მიდი ან რაღაც. Короче, ზღარბებს მიაქაქაურობა რა. ერთი კი ბოჭყალა ვერ დავინახე. და თან სათვალეც ეს ამეწვა. მაგრამ გარი კვერცხი სათვალეა, ბიჭო. რაღაცა 40 სანტიმეტრის ვერ უკვე აღარ ჩანს. ზღარბების გარდა არაფერია რა. მაგრამ პატარა თევზებს ხედავ, ცოტა ხანი აკეს გადავაგდებ. ეხა ალბათ ვიღაცები ამას უყურებთ. წის მუსნები გიდევთ. უეჭველი რაღაცა გემრიელობები გიდევთ. ასწორებს, ხო? რატო არა, გენაცვალე. მუსნები გიდევთ, სითხეები ცივი, ყინულიანი. ვაყჩი. კაი სითხეებს. ბერავთ. კაი ცივჩაებს, კაი კოკაკოლები, ვაზე, კაი აგენაცვალე. რატო არა, გენაცვალე. გამოდ. ამდენი წყალი რო დავლიო. ეხა მივხვდი. ზაროკ წყურია სადღაც იწყებ ამ წყალზეც ფიქს რო ბიჭო მამე ცოტა ჩაძაღლდები ეგრევე თუმცა შესაძლებელია ამის დესტილირება ქვია თუ არ ვწდები დაახლოებით კი ვიცი როგორც არის მაგრამ აი ცელოფნები და რაღაცეები უნდა და თან გახსენებაც უნდა თუმცა დადღირდა მაგრამ ცელოფნები უნდა და რაღაცეები ვიკაცე ვითომ მაგარი გარკვეული ვარ დესტილირების ტემპერატურაში დი ნახვი უყურე წინ რა ჩატოკოს ცოტა ვერაფერი ვერ დავიჭირე, რა 1-2 საათი ვითევზავე და ბოლოს ამოსვლაში ტყეში ტყით ამოვედი, იქნებ რამე ვიპოვოთ ხო და ისევ მაგრა დავასკდი. გადავიჩეხე ხელები.
აი რაღაც ჯანდაბაში ვარ. მე რაზე ვერთობ ვიცი? ქოქოსის პოვნის იმედი რომ აქ მაგაზე უფრო ვერთობი. ქოქოსი ბიჭო. თქვენი არასწორი. აი ესენი მეგონა ქოქოსები თავიდან ისე გამისწორდა რომ ხუჩ. ეხა ბატონი ზურა იყოს. ეარაღის განხილვა. ეგრევე მეტყოდა ეს პალმა გაღუნე, გადმოარჭერი, გადააჭერდე წყალი გადმოვა. ბატონი დავით მეტყოდა აი თუ ახტები მარცხნივ ესკად გაიხედავ. წიდან წყალი წამოვა. და წყალიც მექნებოდა, მაგრამ არ მაქვს მაგდენი ცოდნა, რაც მაქვს ხალხს და. ბატონო ზურა, მასწავლე მე რაც ხარაცხები. მეგონა დერსკი ბიჭი ვიყავი, მაგრამ პირი გამიშრა უკვე. კაი ლამაზი ადგილი კი არის. რაღა დაგიმალოთ და საით ბიჭო ცოტა არ იყოს და ვეღარ ხვდები ანუ ბაცა ავიჭერი ბიჭო ცოტა ვერ ხვდები საით უნდა წავიდე ვაფშე ან საიდან მოვედი მაგასაც ცოტა არ იყოს და ვერ ხვდები. ო რა სტრანი ხეები არის. ნაწნავები ვითრო აქ შეხედე. არ ვიცი რამდენად ჩანს. ძალიან უცნაურია. რა ფაჩუნობ მან? არ მოგიტყნა? ვისი ფაჩუნია ბიჭო? მნიშვნელობა არ აქვს სათხარ smartphone-ი აუცილებელი მეგობარია შენი ჩემსავით ესე კუნძულზე ხარ თაში ხარ თუ მნიშვნელობა არ აქვს სათხარ smartphone-ი დღეს ჩვენი მეგობარია ჩემმა მეგობრებმა Honor-დან გამომატანეს აი ეს ულამაზესი smartphone-ი Honor X8D სამფერში არის მე ესეთი რუხი წამოვიღე ეხა 4 ანიმეს სერია ვნახე წინასწარ სანამ გამოფრინდებოდი ბევრი რაღაც გადმოვწერე ანუ ძალიან დიდი ელემენტი აქვს რა 4 ანიმეს სერია ვნახე და 2% მოაკლდა ხალხო ანუ თითო სერია სადღაც არის 20-25 წუთი მეტი 2% მოაკლდა ძალიან გამომადგა ეს ტელეფონი ამ კუნძულზე იმიტომ რომ ისეთი ფუნქციები აქვს რაც იდეაში ამ ლოკაციისთვის ფანტასტიკურად ჩაჯდა დავიწყოთ იმით რომ არის დააგდება გამძლე ანუ 2 მეტრიდან აი 2 მეტრიდან დააგდე საერთოდ არაფერი არ მოუვა აი კიდე წყალშიც როგორ ვაგდებ იქაც არაფერი არ მოსდის მას აქვს 108 მეგაპიქსელი ულტრა მკაფიო კამერა AI რედაქტირება და რეშუთი და რაღაცეები აქვს მინდა ფოტოც განახოთ აი ფოტო აბატონო ვიდეო ელემენტზე წეღარო გავაკეთე აქცენტი რა 7000 მაჰიანი ელემენტი აქვს 52 საათი აქვს ხანგრძლივობა აქაურობა დიდად დამტენებით არ გამოირჩევა რომ არ მოგატყუოთ ანუ არ არის თითქმის არსად და აი ესეთი კომპონენტი ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ასწორებს. ასევე გვერდიდან აქვს ერთი შეხებით AI რეკომენდაციები, ხელოვნური ინტელექტი ყველაფრის რეკომენდაციაში იქვე იმ წამსვე გეხმარება. 3000 ნიტიანი ულტრა ნათელი OLED ეკრანი, ძალიან საკაიფოა, რასაც არ უნდა უყურო, გინდა ფილმებს, გინდა ანიმეებს, შემსავით იდეალური ეკრანია და 512 გიგაბაიტიანი სუპერ მეხსიერება. არა, ჩემი საყვარელი მაინც ყველაფერი ხო ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ
მე ისეთი ხელუშნო ვარ, რომ ხშირად მივარდება ტელეფონი, ამიტომ ერთი წუთი. კიდევ ერთი პატარა ტესტი მოდი, ეს ხა იყოს სადღაც 50 სანტიმეტრი, ავწიოთ. აჰა შენ. შედეგი იგივეა. არაფერი. ეხლა თუ რამე მეტი ინფორმაცია გაინტერესებთ, შეძენა გსურთ აი საიტი. ამ საიტზე გადაბრძანდით და ყველაფერს ადგილზე გაარკვევთ. აღწერაშიც ლინკი რა თქმა უნდა იქნება. ეხლა ბოდიში მომითხოვია ძალიან ცხელა, ცოტა დრო მაქვს, მე სათევზაოდ უნდა ჩავიდე. ან იმეს ყურებას გავაგრძელებ თქვენის ნებართვით. ძალიან ცუდი დღე იყო რა. ვერაფერი ვერ იმასქენი, ხელები გადავიჩეხე და ვაფშე ენერგია არ მაქვს, ანუ საერთოდ არ მაქვს ენერგია. აი თელი დღე რო წოლა გინდა რა. პირი გამშრალი მაქვს, ტუჩები მისკდება. არჩე ვერ ვარ კარგად რა და ერთი ისაა რომ ბოლო ღამეა რასაც ვწურავ რა. მაინც რაღაცა იმედი მაქვს რომ იქნებ რამე ხა ნაპირზე ჩავიდე. ის არის რა, მიქცევა არის და ამ დროს ნაპირი გადიდებულია, ქვიშაც არის ცოტა რო გახვიდე და იქნებ რამე არ ვიცი ისევ. რამე წვნიანივით, რამე სითხე რო კონდეში, არ ვიცი უკვე რა, მენა დაბრედილი ვარ, ამოსული ვარ ისევ აქ ჩემთან ბანაკში. ჩემი განათება ეს სახლის ნაჩნიკი არის რა და ხიბენა ზაზუნას დღე არის, ყოველი დღე ერთმანეთს გავდა. ჯუნგლებში ბოდიალი რამის ძებნა, ვერ პოვნა ამ რაღაცის და მერე ეს რა ქვია. იმედგაცრუებულზე წყალში ძებნა, წყალშიც ვერაფრის ვერ პოვნა, დაკბენა, ამბების დამუშავება ჭრილობების და ფაჩუნები და აჰა კიდე ღამურები არიან ძალიან ბევრი, ბიჭო ტვინი გაბურყეს რაღაცა დაფაჩუნობენ. ძალიან უცნაური სამი დღე იყო, ესეთი უცნაური სამი დღე არასოდეს არ ქონია რა. ახში. აი, ჩამოვახცი. ჰეი, გემებო. აუ, კიდე აღარ დავასკდე, უკვე ტვინი აღარ მართლა ყველაფერი ძალიან მტკივა რა. ხელები მაგ გადაჩეხია. აუ რამე მაინც გეხვეწები. კიბორჩხალები ვაფშე ბუნებაში არ ხართ თქვენ კეთილძაღლებო. ვიდეო რომელიც მეგონა რომ ქოქოსების მტვრევა კიბორჩხალების დაჭერა გიგანტური კიბორჩხალების დაჭერა გიგანტური თევზების დაჭერა გატყავება და მაგის ჭამაზე იქნებოდა რეალურად აღმოჩნდა აი იმაზე შეერ წყურვალი როგორ ვარ სამი დღეა მარტო ბნელ კუნძულზე მაგრამ მაინც ასწორებს ბიჭო აუ რა ლამაზი მთვარეა იცი იცამ არ ვიცი რამდენად ჩანს მაგრამ ძალიან ლამაზი მთვარეა ძალიან შეკითხვები რომელიც რეალურად მაწუხებდა აგიზიარებთ რა შეკითხვები მაწუხებდა რომ მოვდიოდი აქ რა პირველი იყო მარტოობის შიში თუ მექნებოდა რადგან აი ესე ქვეყნის გარეთ განსაკუთრებით კუნძულზე და ესე ტყეში და რაღაცა ღამე არ გამიტარებია მარტოს და მეთქე რამდენად შემეშინდება თქო უწრფელად გეტყვით 0 ნუ ეხა ფაჩუნები და რაღაცეები რომელიც ოპა უნდა ნახო რა არის ეგ სხვა მაგრამ შიში როგორც ასეთი არა რა ფაქტორისაც მეგონა რომ არ იქნებოდა და ეს არის მოწყენილობა იმიტომ რომ 1000 საქმე იქნება თუ რაღაცა პირიქით აღმოჩნდა რა მაგრად მოვიწყინე იმიტომ რომ რუტინა არის ყოველდღე ერთი და იგივე ადექი
ჩადი, იქნებ თევზი დაიჭირო, იქნებ ტყეში რამე ნახო, ვერაფერი, ისევ დაისვენე, ენერგია შეინახე, ისევ ჩადი. მოკლედ. ძალიან გამისწორდება. ამას აუცილებლად გავაკეთებ. არ ვიცი როდის, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ აი ეგეთ კუნძულზე, აი ბაუნტის რეკლამა კუნძულზე. ალბათ წყნარ ოკეანეში ეგეთი რაღაცა. აი ვიზას რო გავაძრობ ამერიკის. როგორც კი გავაძრობ სპონსორებს და რაღაცებს. აი მე უკვე იქ წავალ. შეიძლება 72 საათი კი არა, მეტიც წავიდე. სადაც ზუსტად ვიცი რომ რაღაცა სპიერგანით შეიძლება სიტყვაზე ითევზაო, სადაც ქოქოსიც არის. ალმებია და ლამაზია. მაგას ვიზამ. დაწერეთ კომენტარებში. მე მგონი პირველი ეპიზოდისთვის მსგავსი კონტენტისთვის not bad. მე მგონი. ჯერ არ დამთავრებულა, ჯერ ცოცხალი დავუბრუნდე, მაგრამ მე მგონი not bad. ხარჯერა რომ გავედით ბოლოში. ეს იყო ყველაზე უცნაური გამოცდილება ჩემ ცხოვრებაში. დღეს გათენდა ჩემი შვილის დაბადების დღე, 3 წლის გახდა და საბერძნეთშია. მარიამთან ერთად, მარიამის დედასთან და დასთან არიან იქ. ვარჯერა წყალს დავლევში. საჭმელი გამიტრუხდა ვაფშე. აი ესე შეგზნა თუ არ შევჭამ რა. მაგრამ აი წყალი მაგარ უცნაურ სიზმრებს გეფიცების სიზმარში წყალს ვსვავდი. ანუ აი ეგეთ სტრანი სიზმარი არ მქონია არას. სიზმარში რაღაცა ცივ წყალს ვსვავდი და ყინულებიანს და ეგეთი სიზმრები მესიზმრებოდა რომ წყალი და რაღაც. ნელ-ნელა უნდა ავიბარგო. ეს ყველაფერი ჩამოხსნა. ჩანთაში ჩავდო ელემენტები, ბოლო რაღაცეებს წურავ რა. თავისის დამიჯდა. ოსმოსაც რაღაცა შეიძლება ბოლო წუთები აქვს. რეზუმირება რო გავაკეთოთ. რამდენად კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით. ცირა ნებისმიერი ესეთი ჭყალებში თავგადასავალი რაღაც ამბავში საინტერესოა და გზრდის რა. ნებისმიერი კომფორტის ზონიდან გამოსვლა. აივენა კომფორტის ზონიდან გამოსვლაც არის და გამოსვლაც, აი გადასული ვარ. იმიტომ რომ აი ესეთ მომენტებში რაღაცეებში მარცხდები შიგნით, რაღაცეებში იმარჯვებ. მიკრო მარცხები და მიკრო გამარჯვებებია ძირითად შემთხვევაში, მაგრამ პიროვნულად გზრდის. და შემდეგი რაღაცისთვის გამზადებს რა. ყოჩაღი, მაინც ყოჩაღი. საწვლის გარეშე 72 საათი. წლის გარეშე 1 დღე, ეგ არაფერი. აუტანელი სიცხე, ანუ წარმოუდგენელი ნესტი და სიცხე. ბევრი ნაკმენები, ბევრი ჭრილობები. მაგრამ კარგად დამახსოვრდება რა. მომენატრება აქაურობა. მომენატრება არა, კვერცხი. ჩემოქროებო. ამოიწერეთ არხი. თხოვნა. ზარის ღილაკი, ლაიქი, კომენტარი. ადე.
უღერი პაცა გავცივდი. არა, ეხა მივხვდი რომ მომენატრება რა. კუნძული კი არ მომენატრება ის განწყობა რაც აქ იყო. მეგობრებო, გამოდით კომფორტის ზონიდან მაქსიმალურად. სულ რო იმ მომენტში გეჩვენებოდეთ რომ რა კვერცხობაა რა არის. პოსტფაქტუმ დამიჯერეთ. მაგრად გაგისწორდებათ რომ რაღაცა ესეთი გაკეთებული გაქვთ რა. თქვენ თავს აჯობეთ. მნიშვნელობა არ აქვს ესეთი არის თუ რაღაც. ის რისი დისკომფორტიც გაქვთ, რისი ოდნავ შიშიც გაქვთ. აი ის გააკეთეთ და დამიჯერეთ, აი ეს გამარჯვების შეგრძნება, რომ რაც ჩაიფიქრე შეასრულე, მაგრად ასწავლოს. ზივარ ეხა აგერ, ჩემს სახთანა და ჩამოვარგდი. ველოდები მეთევზეს.